კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. ის მდიდარია ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მფრთილავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. კომშს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერების მიზნით. დღეს ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს ამონფენი, შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ სვამენ კომშის თესლის ლორწოვან ნახარშს სისხლიანი ხველის, ფაღარათის დროს. ნახარშს გარეგანადაც იყენებენ. კოსმეტოლოგიაში კანის დასარბილებლად, თვალის დაავადებების დროს საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში ყელში გამოსავლებად. კომშის ნაყოფის ჩაი გულის დაავადებების დროს შარდმდენ ეფექტს ავლენს. კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით. 1 კილოგრამი მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს. კომში ვაშლის შორეული ნათესავია, მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში მოჰყავთ. გარეგნულად კომში ვაშლს მოგვაგონებს, მაგრამ უფრო მაგარია, გემო კი მომჟავო და ოდნავ წყლარდი აქვს. პექტინისა და მფრთილავი ნივთიერების არსებობამ კომში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს შეუცვლელი გახადა. ნაყოფის ნახარში და მურაბა გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად, ღვიძლის დაავადებების, აგრეთვე პირღებინების საწინააღმდეგოდ და შარდმდენ საშუალებად. თესლების ნახარში გამოიყენება ბრონქიტის დროს, სველის აფენების სახით კი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად თვალის ანთების, დამწვრობისა და კანის გაღიზიანების დროს. კომშის წვენი სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და გულის დაავადებებისას. ყველა ჯიშის კომში დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე, ასტიმულირებს ორგანოებს, აუმჯობესებს განწყობას. მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია.